აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. პროექტის მიხედვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი 1,50,350 ლარით მცირდება, რომელიც შრომის ანაზღაურებასა და ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება. შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად 20%-ით იზრდება აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური პროექტების დაფინანსება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მოიწონეს აღნიშნული პროექტი და განსახილულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნეს. იყო საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონში პირდაპირ მოთხოვნა, რომ აუცილებლად შევხვდებოდეთ ჩვენ შრომის ანაზღაურების ნაწილს. შრომის ანაზღაურების ნაწილი ჩვენ შევამცირეთ 513,000 ლარის ოდენობით. შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ამასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. მიუხედავად ამისა, აი ამ შემცირების ფონზე აფხაზეთის მთავრობის მიერ განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიქცეული ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორც არის ჯანდაცვის პროგრამები, სადაც გაიზარდა მოცულობა ბიუჯეტის 60,000 ლარის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 23%-ით. ესე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ბიუჯეტის პროექტში გაიზარდა დევნილთა დახმარების სოციალური პაკეტი. ანუ რაც ხარჯები შემცირდა ამ ადმინისტრაციის ნაწილში თუ შრომის ანაზღაურების ნაწილში, მიმართული იქნა იმ ნაწილში, სადაც აუცილებლობა წარმოადგენდა. ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ადმინისტრაციული ხარჯები, სადღაც 10%-მდე არის შემცირება. დაახლოებით ამდენივე პროცენტით შემცირდა სახელმწიფო მოცულობა, მაგრამ არ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა, მოახდინეთ შრომის ანაზღაურების ისეთნაირად დიფერენცირება, რომ 175 კაცს ჩვენ შევანარჩუნეთ ადგილი ჩვენ სტრუქტურებში და რა თქმა უნდა, მე მგონი ეს ამ საერთო კრიზისის ფონზე საკმაოდ კარგი შედეგია. მილიონზე მეტი შემცირდა აფხაზეთის ბიუჯეტი და მიუხედავად ამისა ჩვენ შევძელით სოციალური მიმართულებით საკმაოდ კარგი ფონი შეგვექმნა. იმ ერთჯერად დახმარებას, რომელსაც ვაძლევდით ყოველ წლიურად გარკვეულ კატეგორიას, ასეთი 11 კატეგორია, მათ ჩვენ მეორემდენი მოვუმატეთ. ჩვენ მოვუმატეთ იმ წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებსაც აქვს პრობლემები დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავუზარდეთ სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები შვილიშარტავა სახელობის და არზაღან ემუხარის სახელობის. გავუზარდეთ მოცულობა სხვა სოციალურ სფეროში, იგივე ჯანდაცვაში.